უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე თბილისის ახალი პროკურორის მიერ სანდრო გვირგვლიანის საქმის გამოძიების ფაქტს გამოეხმაურა. ბაკურიძემ პროკურორ საქმით დაინტერესება მოუწონა და გამოძიების უფრო ღრმა წარმართვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დეტალური შესწავლისას შესაძლოა გამოძიებამ გვირგვლიანის საქმეზე ნასამართლები პირებისგან ჟვანიასა და პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოს. თამაზ ბაკურიძე ახალ პროკურორს ასევე მოუწოდებს, რომ გვირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების გია ალანიას ავთოაფციაურის მიხეილ ბიბილაურისა და ალექსანდრე ღაჭავას ციხეში ყოფნის პერიოდით დაინტერესდეს. უფლებადამცველის ინფორმაციით აღნიშნული 4 პიროვნება სატუსაღოში ყოფნისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და პრივილეგირებული უფლებებით სარგებლობდა. გვირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების, ასე ვთქვათ, ციხეში ცხოვრების პირობების შესახებ. ასევე მინდა აღნიშნო, თუ გამოძიება სწორი მიმართულებით წაიყვანს საქმეს, ერთ-ერთი პიროვნება დაადასტურებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ასევე გავიგებთ ჩვენ, თუ რა ხდებოდა პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დღეებში. პროკურატურას მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც კავშირშია ამ ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებთან ციხეში ყოფნის დროსაც კი.